მოგესალმებით, ამ წუთებში იმართება მასწავლებლების მარში, პედაგოგები არიან შეკრებილი და უნდა აღინიშნოს, რომ რიგით მეოთხე მარში არის, რომელსაც პედაგოგები მართავენ ბოლო პერიოდში თბილისში და მათი მთავარი მოთხოვნები სწორედ ამ ბანერზე არის გამოტანილი. გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ახალი სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ბუნებრივი არის მასწავლებლებიც ხედავენ იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, მათ შორის ახალგაზრდების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით. მოგესალმებით, რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ის პერმანენტული პროტესტი, რომელსაც ხედავთ თბილისის ქუჩებში უკვე 40 დღეზე მეტი არის. მოგესალმებით, მადლობა ყურადღებისთვის და პირველ რიგში თუნებას მომცემთ გამოვხატავ ჩემს ესე ვთქვათ ძალიან დიდ სოფლს იმ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც არც სიტყვით და არც ემოციით არ გამოითქვის, რაც მოხდა ამ 5 ანგელოსთან მიმართებაში გარდაიცვალა ხანძრისგან. ეხლა რაც შეეხება იმ აქციებს, რომელიც 42 დღე, 40 დღეზე მეტია მიმდინარეობს თბილისში და სხვა ბევრ დიდ და პატარა ქალაქში. ეს პერმანენტული აქციები ძალიან დიდი მნიშვნელობის არის იმასთან დაკავშირებით, რომ როგორღაც იქნებ ეგრეთ წოდებული, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მას ვერ უწოდებთ, რეჟიმი, ჩამოყალიბებული რეჟიმი, ვაიძულოთ, რომ მოთხოვნა რაც არის ამ ესე ვთქვათ მსვლელობის პირველ რიგში რეჟიმის პატიმრები განთავისუფლდნენ და დაინიშნოს ვადამდელი აუცილებლად არჩევნები. და რაც შეეხება დღევანდელ კონკრეტულ აქციას, მასწავლებლების აქცია და ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ რომ მასწავლებელი სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და მასზე დგას მომავალი თაობის განვითარება, თუ როგორი იქნება ეს ჩვენი მომავალი თაობა და შესაბამისად მათი კონტრიბუცია ამ საქმეში არის დიდწილად მნიშვნელოვანი. მადლობა ძალიან დიდი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენთ და მე ხა ვეცდები რომ სხვებსაც ვკითხო მოგესალმებით. აი თქვენ ხართ მასწავლებელი, ხომ? დარწმუნებული ვარ ყველა აქციაზე გამოდიხართ, რომელიც იმართება და ითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. როგორ ფიქრობთ, აი გახდება თუ არა იძულებული ქართული ოცნება, რომ აი ეს მოთხოვნები შესრულდეს? რა თქმა უნდა, ქართული ოცნება იძულებული გახდება ეს მოთხოვნები შესრულდეს, იქიდან გამომდინარე, რომ შეგახსენებთ ყობახიძის სიტყვებს, მას ეგონა აქციები გაგრძელებოდა მხოლოდ 5 დღე და ხალხი დაიღლებოდა. ხალხი არ დაღლილა, მასწავლებლები არ დაღლილან, რიგით მეოთხე მარში გვაქვს, თუ კი საჭირო იქნება 4-იც იქნება, 80-იც და 200 მარშიც ჩატარდება, შესაბამისად ოცნება იძულებული იქნება დათმოს თავისი პრინციპები და გადააბაროს მმართველობა ნორმალურ პარტიებს ამ შემთხვევაში და დემოკრატიის გზისკენ გააგრძელოს სვლა საქართველოს. აი განათლების სამინისტროში მათ შორის ხო რა პრობლემები იკვეთება ქალბატონ ნანა რო გითხრათ თუ ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესიდან ანუ ჩამოშორდება და ეს ევროპული ხელმისაწვდომობა ჩვენ აღარ გვექნება კარგად ვიცით რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა და მათმა რეპრესიულმა რეჟიმმა უკვე ბევრი უკუეფექტი მოიტანა განათლებაში მათ შორის არის საერთაშორისო რეესტრიდან უმაღლესი განათლების ამოღება და საქართველოში კიდევ უფრო გართულება დიპლომების აღიარების, საერთაშორისო პროექტების და ჩვენ მასწავლებლებთან ერთად ყველა ვინც გულშემატკივრობთ განათლებას საქართველოში და ევროპულ დასავლურ განათლებას, უფლება არ გვაქვს არ ვიყოთ იმ ადამიანების გვერდით და არ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, რომ ქვეყანა არ აცდეს ევროინტეგრაციის გზას და დავიბრუნოთ განვითარების, განათლების და თვითრეალიზების უფლება. პედაგოგების მარში ამ წუთებში მიდის ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და გამომდინარე იმ ტრაგედიიდან, რომელიც ქვეყანაში დატრიალდა და გლოვის დღე არის დღეს გამოცხადებული, დღევანდელი აქციაც შეიძლება ითქვას, რომ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ყოველგვარი მოწოდებების და ხმაურის გარეშე და საბოლოოდ მასწავლებლების აქცია უკვე მივა საქართველოს პარლამენტთან რუსთაველის გამზირზე. დიდი მადლობა ხატიას, ჩვენ მალე დაუბრუნდებით